კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნა ვარ. ხანგრძლივი დემოკრატიზაციით საქართველოს ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა. კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, შეფასების 100%-იანი სისტემით 75.5% დაიმსახურა. გარდა ამისა, საქართველოს ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის კატეგორიაშიც მოხვდა. საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა არჩევნები, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით 82.4% დაიმსახურა. შემდეგ მოდის სამოქალაქო თავისუფლებები 81.8%-ით. რაც შეეხება კეთილდღეობის ინდექსს, საქართველოს ზომიერი კეთილდღეობის სტატუსი მიიღო და მსოფლიოში 47 ადგილზე გავიდა. წელს საქართველოს კეთილდღეობის რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათია, მართლმადიდებლური სამყარო უფლის აღდგომის აღნიშვნას აგრძელებს. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს საქართველოში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება. ყველა მოქმედ ქრისტიანულ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში აღავლენს. ადგილზე ჩემი კოლეგა მარიამ ნებიერიძე იმყოფება. მარიამ, რა ხდება ტაძარში? ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს აღნიშნავს. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდედ არის აღიარებული მართლმადიდებელ სამყაროში. სწორედ ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს დილიდან საზეიმო წირვა აღევლინება მახათას ტაძარში, რომელიც გახლავთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. ამ წუთებში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფეშიო საზეიმო წირვას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართავს. სწორედ ამიტომ საზეიმო წირვაზე დასასწრებად ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დღეს მრევლი დილიდან შეიკრიბა. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს გამორჩეული და პატივდებული ხატის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს. ეს ხატი დავანებული გახლავთ ათონის მთაზე ივერონის უძველეს ქართულ მონასტერში მე-10 საუკუნიდან დღემდე და ეწოდება ივერიისა, ანუ ქართველთა. სწორედ ამ სახელით იცნობს მას მსოფლიო მართლმადიდებლობა. მისი ასლები შექმნილი და გავრცელებული არის ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში. აღდგომის შემდეგ ბრწყინვალე დღესასწაულებია, შვიდეული რა თქმა უნდა და ამათ შორის ღვთისმშობლის დღესასწაული, რომელსაც დიდი სიამოვნებით და სიხარულით ხვდებით. მე მინდა მთელ საქართველოს, სრულიად საქართველოს უსურვო მრავალ ბედნიერ და ბრწყინვალე დღესასწაულებს დაასრულოს და უწმინდესის ლოცვა კურთხევა რაც იყო, სიყვარული, ბედნიერება ადამიანებიდან მოდის და მიყვარდეს ერთმანეთი. ქრისტიანს გამრავლს დაესწარით. დღეს არის ჩვენი ტაძრის დღესასწაული, ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული. გილოცავთ ჩვენი ტაძრის მრევლს და სრულიად საქართველოს. დღევანდელ დღეს მრევლისთვის ერთიანდება აღდგომის დღესასწაულის სიხარული და განცდა ღვთისმშობლის მფარველობის. შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს აღნიშნავს. მადლობა მარიამ. მარიამ ნებიერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად 1990 წლიდან დაწესდა. 48 წლის წინ თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15,000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებით შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100,000 ადამიანი შეიკრიბა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში ამ დღეს კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას დედა ენის დღეს ულოცავს. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა ქართველმა ერმამ მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას. 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ჩვენი სუვერენიტეტი დგას, წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია და დედა ენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. გილოცავთ დედა ენის დღეს 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია ამ დღეს საქართველო. ერთ მუშტად შეიკრა დედა ენის დასაცავად. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა ქართველმა ერმამ მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას. მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. სწორედ ამიტომ ისტორიულმა გამარჯვებამ უმძლავრესი ბიძგი მისცა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ჩვენი სუვერენიტეტი დგას. ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე. დედა ენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილავენ გრანტების შესახებ კანონში შესადან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სახსრები, რომლებიც უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობას ხმარდება, გრანტად აღარ ჩაითვლება. მმართველი გუნდის წევრებმა კანონმდებლობაში საკითხის ჩაწერის სახით დაზუსტება სპეკულაციების გამოსარიცხად გადაწყვიტეს. ამავდროულად, როგორც კანონმდებლები განმარტავენ, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები კონტროლის შემსუბუქებას არ ნიშნავს და ექსტრემიზმისკენ მიმართული ნებისმიერი თანხის წინააღმდეგ ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს. დღესვე პარლამენტი გეგმავს მესამე მოსმენით დაამტკიცოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, გარეც ძალებთან დაკავშირებული სუბიექტების ეფექტიანი აღრიცხვისა და მონიტორინგისთვის მიზანშეწონილია ერთსფეროსთან დაკავშირებული საჯარო მმართველობითი ფუნქციები ერთმა კონკრეტულმა კონსტიტუციურმა ორგანომ განახორციელოს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ასევე პირველი მოსმენით იმსჯელებენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზეც, რომელიც საქართველოში ახალ C5 კატეგორიის ორდინალურ ვიზას ნერგავს. კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული ვიზა უცხოელს ტურისტული მიზნით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას 5 წლის განმავლობაში მაქსიმუმ 1 წლით აძლევს. გარდა ამისა, ცვლილებები შედის საკონსულო მოსაკერპილის შესახებ კანონშიც, რომლითაც საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის საფასური არანაკლებოცი და უმეტეს $500 ოდენობით განისაზღვრება. პეტერ მადიარმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, უნგრეთი ომში მყოფი ქვეყნის დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. ამასთან საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას არ დაბლოკავს. გარდა ამისა, მადიარის თქმით, უნგრეთი რუსული ნავთობის შეძენას გააგრძელებს, მაგრამ ამავდროულად ენერგორესურსების შესყიდვების დივერსიფიკაციას შეეცდება. მადიარის განცხადებით, უნგრეთს გეოგრაფიის შეცვლა არ შეუძლია და სურს ნავთობი იაფად და საიმედოდ შეიძინოს. აბსოლუტურად აბსურდულია, რომ ომში მყოფი ქვეყანა მიღებული იყოს ევროკავშირში. შეუძლებელია რეალური მოლაპარაკებების წარმოებაც კი გაწევრიანების ყველა თავთან დაკავშირებით. თუ უკრაინასთან მოლაპარაკებები ბოლომდე მივა, უნგრეთში ჩატარდება რეფერენდუმი იმის შესახებ, უნდა იქნას თუ არა უკრაინა მიღებული ევროკავშირში. თუმცა ვფიქრობ, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. ენერგეტიკული უსაფრთხოება უნგრეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. რუსეთიც აქ იქნება და უნგრეთიც, ამიტომ ჩვენ შევეცდებით მოწოდების დივერსიფიცირებას. ეს არ ნიშნავს, რომ თანამშრომლობაზე სრულად უარის თქმა გვსურს. ჩვენ გვინდა ნავთობი ვიყიდოთ იაფად და საიმედოდ. ამერიკის შეერთებული შტატები უნგრეთის მომავალ პრემიერ-მინისტრთან მჭიდრო თანამშრომლობას ელის. ამის შესახებ შტატების ვიცე-პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მესმა არჩევნებზე ვიქტორ ორბანის მხარდაჭერაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ორბანი ერთ-ერთია იმ მცირე რიცხოვან ევროპელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბრიუსელის ბიუროკრატიას უპირისპირდებიან. ჩვენი ჩავედით, რადგან სწორი იყო იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს გვერდით დიდი ხნის განმავლობაში იდგა, განაცხადა ჯეიდი ვენსმა.
უნგრეთში მისი მემკვიდრეობა ტრანსფორმაციულია 16 წელიწადში ქვეყანა ფუნდამენტურად შეიცვალა იქ იმიტომ არ ჩავსულვართ რომ წინასწარ გამოკითხვების წაკითხვა არ შეგვიძლია ნამდვილად ვიცოდით რომ დიდი შანსი იყო ვიქტორიამ არჩევნებში დამარცხდებოდა ჩვენ ეს გავაკეთეთ რადგან ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპელ ლიდერებს შორის რომლებიც ბრიუსელში ბიუროკრატიას უპირისპირდებიან უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ პაკისტანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს დიალოგის კიდევ ერთ რაუნდს თავაზობს. ინფორმაციას გამოცემა Times of Israel პაკისტანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით ისლამაბადი მზად არის მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოწ ურვამდე უმასპინძლოს. პარალელურად ჰორმუზის სრუტე, რომელიც რეგიონიდან ნავთობის ტრანსპორტირების ერთადერთი გზაა, ამ დროისთვის სრულად ბლოკირებულია. შეერთებული შტატების ბლოკადა გუშინ ამოქმედა და მასშტაბურ ოპერაციაში 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდია ჩართული, რის გამოც სპარსეთის ყურიდან არაბეთის ზღვამდე მიმოსვლა ფაქტობრივად შეზღუდულია. შტატების პრეზიდენტის ბრძანებით ამერიკული ფლოტი შეაჩერებს ნებისმიერ გემს, რომელიც ირანულ პორტებში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდება. ევროკომისარმა გაია კალასმა რუსეთ-უკრაინის და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომების საერთაშორისო სამართლის აშკარა რღვევა შეაფასა. გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კალასმა აღნიშნა, რომ ამ ომების შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. მისივე თქმით, ახლა ახალი მსოფლიო იქმნება, რომელიც კონკურენციითა და იძულებითი ძალაუფლების პოლიტიკით ხასიათდება, სწორედ ამიტომ გაეროს მიმართ ბრიუსელის მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. Russia's war of aggression against Ukraine and its obligations as a permanent member of the UN Security International. საერთაშორისო სამართლის რღვევა აშკარაა დღევანდელ ორ გამორჩეულ გლობალურ კრიზისში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში. ახლო აღმოსავლეთში ომმა გამოიწვია უზარმაზარი არასტაბილურობა და ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირა. ეს აღარ არის რეგიონული და უბრალოდ რეგიონის უსაფრთხოებას არ ეხება. მისი შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ევროპიდან აზიამდე მოქალაქეები იტანჯებიან ენერგორესურსების მაღალი ფასებით. აფრიკიდან სამხრეთ ამერიკამდე ფერმერები სასუქების დეფიციტის წინაშე დგანან. კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, მძიმე ტექნიკა ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტში მუშაობს. იწმინდება მდინარეების კალაპოტები და სანიაღური არხები. უამინდობამ რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში რამდენიმე დღე გაგრძელდება. გუშინ განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა სამ მუნიციპალიტეტს უხმანალექმა, ეს იყო გურჯაანი, ყვარელი და ლაგოდეხი. მთელი დღის განმავლობაში, გუშინ დღის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მუნიციპალური სერვისები. შესაბამისად მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა, იმისათვის რომ სალიკვიდაციო სამუშაოები წარმართულიყო შეფერხების გარეშე. ამ დრომდე მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოების წარმოება. შესაბამისად რჩება გარკვეული პრობლემური საკითხები, რომელსაც სჭირდება შესწავლა და შემდგომ დაგეგმა სამუშაოების როგორც კი იქნება ცნობილი ჩვენთვის კონკრეტული მოცემულობები. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლობა ხობის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. სოფლებში ახალ ხიბულასა და საჯიჯაოში მოქალაქეები თევზს ელექტროიარაღების გამოყენებით იჭერდნენ. ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. ელექტროიარაღის გამოყენებით თევზჭერა ზიანს აყენებს არა მხოლოდ თევზს, არამედ წყლის მთელ ბიომრავალფეროვნებას. ამასთანავე ელექტროიარაღის გამოყენება საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის გამოყენებით თევზჭერა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოუწოდებთ მოსახლეობას თევზჭერა აწარმოონ კანონმდებლობით დაშვებული იარაღებით. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და მათ ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფი და სუბსიდირების სქემა გააცნო. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ტარიფის ცვლილება ირიგაციის სისტემის მდგრად ფუნქციონირებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება კი ფერმერთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის
კუთხე წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუნიციპალიტეტს, შესაბამისად ვალდებულება ვართ, რომ შევხვდეთ ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივ ფერმერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არიან ირიგაციასთან და გავაცნოთ ის ახალი ტარიფები, თუ რა ტარიფები იქნა დადგენილი ენერგეტიკის და წყალმომარაგებელი კომისიის მიერ. გასულ დღეებთან შედარებით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღეს რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, ქარის ინტენსივობა აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება. სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმასაც პროგნოზირებენ, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +9 +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. დღეს ქარი შენარჩუნდება დედაქალაქშიც, ჰაერი კი თბილისში +13 გრადუსამდე გათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან გამოიტარებს. დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ეს განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებს. მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში თოვლი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქრულებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში იქნება 9-14 გრადუსის ფარგლებში. ხვალიდან უკვე ნალექების შეწყდება საქართველოში, გამოიდარებს. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს და ხვალ ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი დღეს გათბება 13 გრადუსამდე. ასეთი იყო ახალი ამბები, პოზიტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობა ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.